გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. კარგი დღე მინდა ვუსურვო ყველას. მინდა რომ სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში ვიცხოვროთ და დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით სწორედ ეს გადაცემაც იქნება ის თემები, რომელსაც ჩვენ შევეხებით. ორ ნაწილად გავყოფთ ამ გადაცემას. პირველ ნაწილს მე წარუძღვები, ხოლო მეორე ნაწილში ქალბატონი ლუარა ნიჟერაძე, რომელსაც ვთხოვეთ რომ დღეს სპეციალურად მოსულიყო აქ, რადგან დღეს ისევ ბრუნდება. ჩამოვიდა დავითობას ამ დიდ დღესასწაულში რომ მიიღო მონაწილეობა და ეს არის დასაფასებელი რომ აი იტალიიდან ჩამოვიდა სპეციალურად და ბრუნდება დღეს. ჩვენ ბევრ რამეზე ვითათბირეთ და ვიდრე ჩამოვიდოდა ქალბატონი ლუარა, როგორც მეცნიერთა კონგრესში, ასევე სხვა ჯგუფებში საუბრის დროს მოვილაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენი პროგრამების შეტანა ქართულ ტელევიზიებში. ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენი პროგრამების შეტანა ქართულ პოლიტიკურ ძალებში. ქართული პოლიტიკური სივრცე არის დამშეული პროგრამებისგან და სავსეა ლანძღვეგინებისგან. ჩვენ ვცვლიდით ამ პროგრამას და ვამბობდით რომ დაუბრუნდეთ ქვეყნის განვითარების პროგრამებს. რომ ესე იგი ეს ხბადაღებული სოციალურად ორიენტირებული პროგრამა ეს არის ხალხის მოტყუება, რომ ჩვენ ვცვლით ვექტორს და ვამბობთ რომ ქვეყანა ჭირდება განვითარების პროგრამები, რომ განვითარების პროგრამა თავისთავად ნიშნავს სოციალური პრობლემების მოგვარებას. აი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რამდენი წელი გავიდა ხედავთ და ყველა თავრობა ლაპარაკობს იმას რომ აქვს სოციალურად ორიენტირებული პროგრამა. რა შედეგი გვაქვს? მდიდარი მდიდრდება, ღარიბი ღარიბდება. ესე იგი ეს არის მატყუარა, სატყუარა. ესე იგი აი კამფეტი გადაგდებული მოსახლეობისათვის რომ მოატყუონ და სინამდვილეში კი თვითონ მდიდრდებიან. ჩვენ ვერ შევძელით რომ გაგვერგვია სივრცე, ვაღიარებთ ამას, ეს არის ძალიან მძიმე რამ, მაგრამ გელათში დავით აღმაშენებლის საფრავთანაც და შემდგომ როდესაც შევიგრიბეთ ვთქვით რომ თუ კაცები ვართ, თუ შეგვიძლია და თუ ვინმეს უნდა საქართველოს მომავალი დავდგეთ იმისთვის რომ გავარღვიოთ ეს სივრცე. ანუ როგორ ხდება ამის გარღვევა? რომ რადგან არა აქვს პარტიებს და პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას ამის სურვილი არც ერთს რომელიც აქამდე იყო, არც დღევანდელს, რომ ჩვენ ვეხვეწებით და უგზავნით აპროგრამა, აბატონო, იქნებ დავждეთ, განვიხილოთ, იქნებ პარლამენტში, იქნებ მთავრობაზე, არა და არა. ვინ არ მოაწერა ამ წერილებს ხელი? მერაბ ბერძენიშვილის დაწყებული ეს სულნათი და უძლიერესი პიროვნება, რეზო ჩხეიძე იყო, თუ ანზორ ქომაიშვილი, თუ ძალიან ცნობილი პიროვნებების ხელმოწერა, ვერა და ვერ მოხერხდა ამ სივრცის გარღვევა. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს აწყობთ შეერი და დაუძლურებული ხალხი რო ადვილად მართონ. ამიტომ გადამწყვეტია ყველაფერი ის, რაც ახლა ჩვენ გელათში ვთქვით, მივიღეთ ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ეს დოქტრინა არის სწორედ საყრდენი, ძალიან სერიოზული საყრდენი ქვეყნისთვის, მაგრამ რომ გავიტანოთ ეს პროგრამები, რადგან ხელისუფლებებს არ უნდათ, მაინც ვცადეთ 31 მარტი, რომელსაც ძალიან სკეპტიკურად უყურებს ყველა, მაგრამ მე მაინც მინდა ვიქონიო იმედი, რომ სახელისუფლებო პარტიის ჩათვლით ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას მეცნიერთა მიერ ორგანიზებულ იმ ღონისძიებაში, რომელიც 31 მარტს სწორედ დიდ დღეს, როდესაც რეფერენდუმი შედგა, როდესაც პირველი მრავალპარტიული პარლამენტის მიერ პირველი არჩევნები შედგა, ლაპარაკია 1991 წლის 31 მარტზე, სწორედ აი ამ დღეს რომ შედგეს, ესე იგი შეხვედრა მეცნიერებისა და პოლიტიკური პარტიების, სადაც მეცნიერები პარტიებს ეუბნებიან, რომ ჩვენ გიდგენთ პროგრამებს, არაფერს არ ვითხოვთ, თანამდებობები არ გვინდა, თქვენი სკამები არ გვინდა, თქვენ სხვისი სკამები გიჭირავთ, მოდით ამ პროგრამით ეს სკამები დაიჭიროს იმ ხალხმა, ვისაც ეკუთვნის, იმიტომ რომ ყველაზე საშიშია ქვეყნისთვის არის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში, რომელიც თავის სკამზე არ ზის. მე 5 წელია ვეხვეწები ყველას რომ მითხარით ერთი ადამიანი რომელიც თავის სკამზე ზის. ვერავე ვერ მოხერხდა რომ ვერ მივაგენი იმ ხალხს რომელიც თავის სკამზე ზის. გუბერნატორი იქნება, მერი იქნება, მინისტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ სხვა ვინმე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვეუბნებიან რომ ეს საოცარი პიროვნება მოგყავს და ერთი წლის მერე ამბობენ რომ ტერია და უბედურება არის და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. აი ამიტომ ვნახოთ 31 მარტი რას მოიტანს, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით. აი წინა გადაცემაში რომელიც ჩვენ გქონდა ქალბატონი ლუარა ნიჟერაძის მონაწილეობით, მე იმ დათათბირების შედეგი რომელიც გქონდა პირველი პარლამენტის წევრებთან და ბოლო საუბარი სწორედ ესე იგი იყო ბატონ იგორ ჩხეიძესა და მის გარკვეულ გუნდთან, გქონდა შეხვედრები კიდე სხვა პარტიების წარმომადგენლებთან, ჩვენ თქვით რომ ხომ არ დადგა დრო რომ რეალურად შეიქმნას ქართველთა მსოფლიო სათვისტომო.
აქვს ძალიან ბევრი ქვეყანა სომხეთით მოყოლებული ჩვენს ძმებს ოსებს ესე იგი ჩვენს ძმებს აფხაზებს აქვს ებრაელებს აქვს უამრავ სახელმწიფოს აქვს გაკეთებული ეს ვერადავერ მოხერხდა არადა ერთ-ერთი პირველი ვინც ეს საქმე დაიწყო სწორედ საქართველოს იყო სადაც რეზო ჩხეიძე ეს მართლა ძალიან ძლიერი პიროვნება ჩაუდგა სათავეში და ყოველთვე ყოფილთა კონგრესი დაიწყო მაგრამ ისათვის თომ რომელზეც ჩვენ საუბრობთ ეხლა თვისობრივად სხვა თვისობრივ უნდა იყოს ამ ეტაპზე ვინმე რო არ იფიქროს რომ ეს რაღაც პოლიტიკასთან და იმასთან იქნება დაკავშირებული ეს პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს ვირტუალური სათათბირო როდესაც ჩვენ გაგვაქვს ის პროგრამები რომელიც მესტიათა კონგრესშია გაგვაქვს და ხალხს ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ყველას ვეუბნებით რომ ეს არის ის რაც ვიფიქრეთ ჩვენი ტრადიციებიდან ჩვენი წარსულიდან გამომდინარე დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნებ თქვენ უცხოეთში მცხოვრებლებმა შეავსოთ მიამატოთ მოაკლოთ გვირჩიოთ გვითხრათ რა ჯობს და დავხვეწოთ ეს პროგრამები რომ ვიყოთ ძალიან დიდი რამისთვის მზად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენ უამრავი პროგრამა გვაქვს გაკეთებული მაგრამ მას აკლია გარკვეული სრულყოფა მას აკლია ჩვენი თანამემამულეების აი უცხოეთში ვინც გამოცდილება მიიღო მათი თვალი აკლია მათი გონება უნდა ამას მათგან დანახვა უნდა ძალიან ბევრ რამეს და ეს იქნება სასწაულად კარგი პროგრამები მომავლისთვის ჩვენ ამით საშუალება გვექნება იმის თაობაზე რომ ხელისუფლებაზეც მოვახდინოთ ზემოქმედება მე ვიხსენებ 12 წლის წინ გამოსვლას 26 მაისს ყოველთვის რაღაც ეს იქცა ტრივიალური რიტუალი გახდა როდესაც ჩამოყავთ ესე იგი თითქოს გარკვეული ჯგუფი ვინც მათ მხარს უჭერს ჩამოიყვანებენ მათ და ერთხელ მოხდა და ბატონ დუმბაძეს რომელიც მაშინ მინისტრი იყო მას დიდი მადლობა რომ მან მიმიწვია სხვა დროს არასდროს ჩვენ ამაზე არ გვიწვევენ მესტიათა კონგრესს მიგვიწვია და გამოვიდი და შევთავაზე ერწინააღდება რომ კარგი იქნება პრემიერ მინისტრ შეიქმნას ესე იგი ემიგრანტთა საბჭო რომელშიც ყველა დიასპორის ყველა ხელმძღვანელს ჰქონდეს საშუალება რომ კვარტალში ერთხელ ღია წესით ესე იგი ამას უკვე იძლევა თანამედროვე ტექნიკა საშუალებას რომ ღია წესით ყველა დიასპორის ხელმძღვანელს ვისაც ამის სურვილი ექნება პრემიერ მინისტრი პირდაპირ ეთერში ხვდებოდეს რომ ვისმენდეთ როგორ ცხოვრობენ ქართველები ამა თუ იმ ქვეყანაში რა მოსაზრებები აქვთ მათ რას გვირჩევენ და ასე შემდგომ მე არ მეგონა რომ ამ წინააღმდეგობის უარყოფა მოხდებოდა 12 წელი გავიდა იმის შემდგომ ვახსენებთ ვეუბნებით რომ ხალხო პრემიერ მინისტრებო რომ იცვლებით იქნებ დიალოგი მოახდინოთ იმ ხალხთან რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ იქნებ შეძლოთ ამის გაკეთება ჩვენს ბევრი სხვა პროგრამა კიდე იცით თქვენ ძალიან კარგად რომ 2006-2008 წლებში სწორედ ძალიან დიდი პიროვნებების მონაწილეობით აი ვინც დავასახელე და კიდევ შემილია ბატონი არნოლდ გეგიჭკორი რომელსაც თელი მსოფლიო შემოიარა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ბატონი რომან უროა ბატონი ტარიელ ხარხელაური ბატონი თემურ გუგუშვილი ბატონი გივი თოიძე ბატონი ომარ მხეიძე რომელსაც თელი მსოფლიო ქონდა შემოვლილი ცეკვით აი ამ ხალხის მონაწილეობით 2006 წელს დაიწყო ესე იგი სწორედ ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამის შემუშავება როგორი სიხარულით აკეთებდნენ ადამიანები ამას მაგრამ წავიდა ბევრი უკვე ამაღლდა ზეცად და ვერ მოხერხდა იმის რომ ელემენტარული საკითხები გათვალისწინება მომხდარიყო დღეს რეალურად მეცნიერთა კონგრესი მზად არის დაახლოებით 100-მდე პროგრამაა დიდი და პატარა კარდინალური მნიშვნელობის რომელიც გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ სერიოზული ნაშრომი რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი და 15-20 წელია უკვე ეს პროგრამა არსებობს ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა არსებობს საბანკო სისტემის რეორგანიზაციის პროგრამა არსებობს ესე იგი ბანკებისგან დაზარალებული ხალხისთვის ესე იგი თანხის დაბრუნების პროგრამა რომელსაც გერმანელებმაც კი ძალიან დიდი ფონდი იცით ვინც გერმანია გადაარჩინა იმ ფონდშიც კი გვითხრეს რომ ასეთი ჩვენი არ იყო და თქვენი გაცილებით უკეთესი არისო არსებობს სოფლის მეურნეობის კულტურის განათლების მთელი მიმართულებებით არსებობს აი ასე რომ დავამათხოვროთ ხალხი რომ საქართველოს ბიუჯეტი იქცა ბიუჯეტში შესული ფულის მერე დანაწილებად აი როგორ გაანაწილონ თქვათ 1 მილიონ თუ 2 მილიონ ადამიანზე ნაცვლად იმისა რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ განვითარების პროგრამები კონდეს ინოვაციური ტექნოლოგიები შემოვიტანოთ რომ ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანად ვაქციოთ ქვეყანა რა ხდება თქვენ ხედავთ აგერ საცხოვრო სამყარო და საჭალჭი ჩვენ ის რაც ჩვენს ეკონომიკაში ხდება ეს არის ჭაობი ეს რეალურად ამ ენერგოტევადი და გაზიტევადი, ენერგია შედის გაზის ენერგოტევადი ჩარხდანადგარებით გამორიცხულია ჩვენ ვინმესთვის კონკურენტული გავხდეთ. მაშინ როდესაც ჩვენი ენერგია გაცილებით ძვირიღის და წყარიც კი, რომელიც
ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისთვის, ისიც კი ისეა გაძვირებული, რომ ამერიკელებს და გერმანელებს უყვირთ, რომ ასე ძვირი რატო არის თქვენთან წყალიო. ანუ ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ვებრძოლოთ მეწარმეს, ვებრძოლოთ ქართულ წარმოებას, რომ რაღაც გადაღებული ამ სოციალური პროგრამებით ვატყუოთ ხალხი და მივიღოთ ჩვენ მდიდარი მონების ქვეყანა. ჩვენ რეალურად, ესე იგი, ჩვენ რეალურად დღეს ძალიან დიდი პროგრამებისთვის მზად ვართ, ძალიან დიდი განაცხადია, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ჩვენ ამაში დაგარწმუნებთ თქვენ. არ ვამბობთ იმას, რომ ხვალვე დავიწყებთ საუბარს, დღეს ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრიბა აქ, რომელსაც ესეთი გამოსვლა შეუძლია და ერთ-ერთი პიროვნება ისეთი იქნება, რომელსაც ჩვენ ვისაუბრეთ შიგნით, რომ შეიძლება შევთავაზოთ, რომ აი ამ დიდი სათვის ტომოს, აი აქაური საქართველოში ვინც იქნება, ის გახდეს. აი აქ ასეთ დიდ პროგრამებზეა საუბარი. მე გითხარით, რომ გვაქვს გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაგან პროგრამა, გვაქვს 21 პუნქტიანი პროგრამა, მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ ბიზნესის მისაღწევად. გვაქვს ასე იგი პროგრამა, რომელსაც ქვია ეროვნული თანხმობის პარლამენტი, გვაქვს პროგრამა, რასაც ქვია პარტიათა ასამბლეა, არის პროგრამა, რასაც ქვია მე ვქირაობ ხელისუფლებას, რომ ხალხი მივაჩვიოთ იმას, რომ ხელისუფალი არის დაქირავებული პიროვნება და უგეუფროსება. ეს პროგრამა ცალკე არსებობს. არსებობს მართალი ტელევიზიის პროგრამა, რომელიც აი მერაბ ბერძენიშვილი რო ამბობდა, რომ მე არ ვიცი რას ნიშნავს, ესე იგი, სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია. ასეთი ტელევიზიები დააქცევენ ამ ქვეყანასო. ხდება თუ არა, ყველაფერი ასე ხდება. დღეს ისეთი ადამიანები არიან აქედან, მე თავშივე ვამბობ იმას და მე აღარ ჩავერევი უკვე, ვამბობ იმ სათქმელს, რომ მათ კონდეთ საშუალება ან შეეწინააღმდეგონ იმას, რაც თქვით, ან განავითარონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან სერიოზული საუბარი შედგება, იმიტომ რომ ჩვენ განწყობილი ვართ უკვე ამისთვის, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ 80-20 და პროგრამა, რასაც ქვია 80-20, რა არის ეს პროგრამა? დღეს ჩვენ შემოგვაქვს 80% პროდუქტები ქვეყნის გარედან. და გაგვაქვს და ჩვენია მხოლოდ 20. ჩვენ ვამბობთ, უნდა შევცვალოთ ეს პირიქით. უნდა იყოს 80-20, ან უნდა ვაწარმოოთ ჩვენ ქვეყანაში 1-5 წელია ამის საკმარისი, ბევრია კიდე. 80% ვაწარმოოთ თვითონ და 20% კი ბატონო იყოს ქართულ ბაზარზე, სხვა ქვეყნების პროდუქცია ჩაკეტილი ქვეყანა ვერ ვიქნებით. მაგრამ არ შეიძლება რომ ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობდეთ და რასაც ჭამენ ტურისტები და საქართველოს მოსახლეობა, 80% გარედან იყოს შემოტანილი, დავაყენეთ ფეხზე დაქცეული წარმოიდგინეთ, ნახეთ თურქებს კითხეთ და გეტყვიან 40 წლის წინ, 30 წლის წინ როგორები იყვნენ, დღეს დადგნენ ფეხზე და ამბობენ ევაზო დიდი მადლობა საბჭოთა კავშირის დანგრევას და დიდი მადლობა საქართველოს მეწარმეებს და ბანკირებს პირველ რიგში, რომ ჩვენგან პროდუქტის აღებას აფინანსებდნენ, ვიდრე საქართველოში პროდუქციის წარმოება რომ ჩვენ ყველაფერი შესაძლებელი გვაქვს. ჩვენი შესაძლებელი არის ვექტორი. აქამდე ყველა უყურებდა, რომ რას ფიქრობს ერთი კაცი. ეს ერთი კაცი იყო რას ფიქრობს შევარდნაძე. მერე გახდა ეს ერთი კაცი რას ფიქრობს სააკაშვილი. მერე გახდა ბიძინა ევანიშვილი. ჯანდაბას რას ფიქრობენ ისინი? თავარია რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომ ხელისუფლების მოქმედება უნდა იყოს არა იმაზე რას ფიქრობს ვიღაცა და ვინაა ჩვენი უფროსი, არამედ ხელისუფალი უნდა ექვემდებარებოდეს იმას რას ფიქრობს ხალხი. ეს არის სწორედ ის, რომ შევიდეთ პროგრამებით ხალხში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით ვფიქრობ ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ქუჩა-ქუჩა უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ 4 წელია პირველ არხზე. ბატონი ვახში შეიძლება შემოგვიერთდეს მერე ჩვენ ეს უნიკალური პიროვნება 4 წელია გაწამდა კაცი, ეხვეწება, წერილებს უგზავნით. ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა ამ ძალიან ძლიერმა პიროვნებამ მიმართა კიდე ტელევიზიებს და უთხრა ხალხო, ასეთი პროგრამებია, რა შვებით, რატო არ აძლევთ საშუალებას, ყველა საინფორმაციო საშუალებას მიმართა. ვერც პირველი არხზე ვერ მივიღეთ 1 წუთი რომ ვისაუბროთ, 20 წამით აჩვენეს გელათის კონგრესი, 20 წამით. და საათნახევარს აჩვენებენ თუ მაღაზია გატეხა ვინმე სადმე და ვინ არის და რა იყო და როგორ იყო. ეს ქვეყანა როგორ შეიძლება რა ესეთი რამ. ეს არის სრულიად სხვა პრინციპებზე დგას უკვე მეცნიერთა კონგრესი. დავანებოთ თავი ვინ მოგწონს, ვინ არ მოგწონს. ამ ვირტუალურ სათვის ტომოში ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლებს აქვს საშუალება. აქ არავინ არ ართმევს არავის პარტიულობას. არავინ არ ეუბნება რომ იმ პარტიის წევრი იყავი, იმას დაუჭირე მხარი, ამას დაუჭირე მხარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აი პროგრამა გამოვიტანეთ. თქვათ, პირობითად ვამბობ, რომ აი როგორ გაიზარდოს, ისე კი არა რომ ატყუებთ ხალხს, როგორ გაურმაგდეს პენსია, როგორ მოხდეს თქვათ აი იმ თანკის დაბრუნება, რომელიც ბანკებმა წაგვართვეს,
როგორ მოხდეს დაუშვათ აი ის ხალხი როგორ ვაქციოთ ფერმერებად ისინი რომლებიც აი მათხოვრებად აქციათ და 200-300 ლარი რო დაურიგეთ იგივე ფულით არავითარი ფული ბატონებო ამას არ ჭირდება მეცნიერთა კონგრესს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული აქვს მე აი ამ შესავლის შემდგომ წარმოგიდგენთ ამ ძლიერ აქ დღეს ყველა პიროვნებას ნახავთ თქვენ რომ დავიწყო მარჯვნიდან ბატონი ოთარაშვილი ჯერ ერთი გამორჩეული ესე იგი მწერალი და მოღვაწე კაცი მე მეცნიერი სტუდენტებთან ყოველ ურთიერთობაში დღეს არის ქართული მიწის ერთ-ერთი ძლიერი დამცველი და რომელიც ამბობს იმას რომ ჩვენი ხალხია ქვეყნის გარეთ და არაფერი არ გააჩნიათ იქეთ და რომ დაურიგეთ ეს მიწები მიყიდეთ სხვას ჩვენები იქ 1 კვადრატულ მიწას ვერ ყიდულობენ და აქ რატო აძლევთ ხვეთს დიდი მადლობა მას ამ განწყობისთვის აგერ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ბატონი ალექსანდრე კასრაძე მე მოხიბლული ვარ ამ პიროვნებით და ვთვლი იმას რომ აი ასეთი ხალხი რომ ხავს ქვეყანას მეც ვძლიერდები და უფრო მეტი სტიმული მეძლევა მოქმედების და დღეს მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ იმაზე შევთანხმდებით რომ მისი აქტივობა მას ძალიან დიდი რამეების გაკეთება შეუძლია შალვა კაჭარევას ის დიდი პროექტი რომელიც იყო ერთ-ერთი დიდი ფიგურანტი სწორედ ბატონი ალექსანდრე კასრაძე გახლავთ რომელმაც უცხოეთში იმუშავა წლების განმავლობაში გერმანიაში იყო გერმანია რომელიც დაქცეული განადგურებული ქვეყანა დღეს ერთ-ერთი წარმმართველია ხო როგორ მოხდა ეს ყველაფერი ეს იცი ჩვენ რო გვისაუბრია მე ხელოვანია დიზაინერია არქიტექტორია მხატვარია დიდი გამოცდილებით არის და აი მე ვისურვებდი რომ ასეთი ავტორიტეტული კაცი რომელსაც შეიძლება ნაკლებად იცნობდნენ მაგრამ აი ამ ესე იგი ამ სათვისტომოს აი ამ ვირტუალური სათვისტომოს სათავეში მე მინდა რომ აი დაეთანხმოს ის რომ აი ასეთი კაცი იყოს თქვა აი ამის წარმმართველი აქედან რომ ჩვენ შევკრათ უცხოეთში ცხოვრებით რომ იყოს პიროვნება რომელსაც იცხოვრა უცხოეთში იცის ყველაფერი აქვს გამოცდილება აქვს ძალიან დიდი ხედვა ამისი და აი ამ შალვა კაჭარავას ამ უნიკალურ პროექტთან ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო. ნუ ეს ახლა პირველად ესმის დღესაც მას, მაგრამ ქართული ერთობის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილეა, დღეს ქართული ერთობის დარბაზის გადაცემა ეს ბატონი ჯუმბერი აქ არ არის, მას ამ დღეებშიც მაგარ დაეცვალა, კიდევ ერთხელ თანაუგზნობთ და აი ვამბობ იმას, რომ ძალიან მიხარია, რომ ქართული ერთობის დარბაზში ასეთი ღირსებით სავსე ადამიანები არიან. აი აქ ჩვენ ხედავთ ბატონ ზაზა ხატიაშვილს. აი თუ ვინმეს აქვს კიდე გარეთ ავტორიტეტი როგორც იურის ჩვენ ჩამოთვალეთ ის მწერალი ნუ აგერ თქვათ არქიტექტორი და ხელოვანია აგერ იურისტი რომელსაც დღემდე უდიდესი პატივით ეკიდება ევროპის სასამართლო რომელსაც უამრავი საქმეები მოიგო და დღესაც აი ესე გადაფარებულია ამ თქვათ აი ამ ხალხზე და ნუ სერიოზული ესენი აქვს ახლა რა გვინდა ახლა უკეთესი რა გვინდა რომ იყოს ამ ესენი ქაბატონ ლუარაზე განსაკუთრებულად ვიტყვი ბოლოში მანამდე მინდა გითხრათ რომ მე ვამაყობ იმ ურთიერთობებით რომელიც ჩვენ ბატონ გია ყვაშილევასთან გვაქვს ბატონი გია არის აი სწორედ საერთაშორისო მასშტაბით ჯერ ქართული ენა აი საერთაშორისო მასშტაბზე შეცვალა ქართულ ენასთან დაკავშირებით პოზიცია მე თვითონ არის უამრავ ქვეყანასთან დაკავშირებული ლექციებს კითხულობს ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი ჩვენი ფაზისის აკადემიის პრეზიდენტია მოქმედებაში მოიყვანა წარმოუდგენლად მე ვნახე რომ ქვეყანაში ყველამ რო დაივიწყა და ხელისუფლებამ რა უნდა იყოს იმაზე დიდი რომ ფაზისის აკადემია გაქვს ასეთი ამდენი საუკუნისა და აი იმაზე და არაფერი აი ამ კაცმა შეძლო ის და მე რაც სადაც შემოძლო მონაწილეობა მივიღე და ბედნიერებაა რომ ქვეყანას ყავს აი ესეთი მოყვარული კაცი აგერ მიწაზე გადაფარებული კაცი აქეთ თქვათ ქართულ ენაზე გადაფარებული კაცი აი ესეთ შემადგენლობაა დღეს აქეთ რომელსაც იურიდიულად დაცვა შეუძლია და ძალიან ბევრი რამ კიდე საერთაშორისო მასშტაბით მობილიზება ძალიან ბევრი ვინმე არ იცნობს მაგრამ შეიძლება აქაც ახლა ვინ ჩვენ ვართ აქ ბესი ყველაშვილი საოცარი ოჯახი ესე იგი ერთი უდიდესი სოფელთანაა დაკავშირებული ორბეთი აი მიწის ყადრი იცის მიწის ფასი იცის აქვს სათხეო ესე იგი ამის ტყეების განვითარების პროექტებით არის დატვირთული ამის ორგანიზაცია აქვს შექმნილი იყო ორბეთში გამგებელი კაცმა იცის როგორ უნდა იმუშაოს იმ სოფელში ადამიანთან იმიტომ რომ სოფლის გამგებლად ვინც იმუშავა იმას შეიძლება პრემიერ-მინისტრობად შეუძლია და ვინც არ იცის სოფელში რა არის რა ხდება როგორ ხდება აი ასეთები რომ მოდიან ხელისუფლების სათავეში ჩვენ სპეციალურად ნახეთ ეს პიროვნება აი რომელსაც ამავე დროს მე მქონდა საშუალება რომ აი მის ადგილ მამულში ყოფილიყავი და ჩვენთან ერთად იყო მაშინ ჩვენი ელჩი ესე იგი ყოფილი ელჩი ბატონი
მამაცაშვილი დიდ ბრიტანეთში იყო ჩვენი ელჩი, მეცნიერი კაცი, დოქტორი და მოხიბლული ვართ ყველაფერი იმით, რაც ვნახეთ და ძალიან კარგია ოჯახი, ბიჭები ყავს საოცარი, მთელი ოჯახი მომართულია ქართულად და საქმის კეთებისთვის არიან მზად და აქვს გარკვეულწილად იბრძვის ამ იმისთვის რომ ეს და ერთ-ერთმა შეძლო რომ დაიბრუნა უკან სასამართლოების წესით დაიბრუნა წართმეული მიწებით, წართმეული პულით, ყველაფერი რა ჩადებული ანუ მებრძოლი კაცია უბრალოდ ამას ვამბობ რომ მებრძოლი კაცია და მიწასთან დაკავშირებული კაცია ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს და ქალბატონი ლუარა დღეს ახლა თუ ვინმეს შეუძლია რომ ქართული ერთობის დარბაზის იმაში თქვა რაღაც წვლილი აქვს იმ გზაგანვითარებით ჩვენ პროგრამები რაც შევადგინეთ ძალიან ბევრ რამეს იქედან კარნახობდა აქ იყო მონაწილეობდა და ის დიდი კონგრესი რომ დავიწყეთ ჩვენ ყოველთა ქართულთა მსოფლიო კონგრესი რომ დავიწყეთ ფლორენციიდან სწორედ ამის სული ჩამდგმელი და მთავარი ორგანიზატორი ქალბატონი ლუარა იყო მას ძალიან კარგი გუნდი ყავს მე ყველას მივესალმები თანაც ესეთი პიროვნებაა ქალბატონი ლუარა რომ ყველასთან პოულობს საერთო ენას მისთვის პარტიულობა არაფერს არ ნიშნავს მისთვის თავარია საქვეყნო ინტერესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანაც აქვს გამოცდილება გარდაბანში მოღვაწეობის იყო სახელმწიფო თანამდებობაზე მეცნიერების დოქტორია წავიდა და ამდენი წელია აგერ 2003 წლის შემდგომ არის უცხოეთში და გადაარჩინა თავისი ოჯახი ცხებიც და დღეს ახლა აი გულმოკლულია რო ჩამოდის გული უგდება რასაც ხედავს და რომიდის წასვლის გამოუგდება გული აი ესეთი ხალხია დღეს შეგრებული ბატონები ჩვენ საუბარის კარგად გამოგვივა ჩვენ შევთანხმდით წინა ამაზე რომ ქალბატონ ლუარა შეიძლება შეკითხვები კონდეს რაღაც ვისაც შეგვეკითხება თუ არა და მეორე ნაწილში თვითონ წაიყვანს და შემოგთავაზებს და რა ვიცი როგორ ფიქრობთ მე მინდა პირველი სწორედ ფაზის აკადემიით დავიწყო და მინდა მოგმართოთ თქვენ ბატონო გია რა ვიცი სწორი ხედვა გვაქვს ჩვენ ასეთი ფორმულობა გვაქვს მადლობთ ბატონო თემურ მოპატიჟებისთვის ფაზის აკადემიას აქვს ასეთი ფორმულა ჩვენ შევიმუშავეთ ესე იგი სახელმწიფო მეცნიერება და სარწმუნოება. ჩვენ ამ პრინციპებით თუ არ ვიქნებით დალაგებული, ანუ სახელმწიფოს არ განამტკიცებს მეცნიერება და სარწმუნოება, მაშინ ვერ შევდგებით როგორც ქვეყანა. ჩვენ ამიტომ თანამშრომლობთ თქვენთან და ამ ძირითად კოლექტივთან ჩვენი წევრი გახლავთ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი და ძალიან საინტერესო წარმოადგენს ფაზის აკადემიას. ჩვენ ხელშეწყობა არ აგვაქვს და მუშაობთ ახლა იმისთვის რომ თბილისის გარდა ჩვენ ხალხში მივიდეთ სხვადასხვა რეგიონებში ჩავატაროთ უთხრათ ქართველებს ესე გაუძლიეროთ ის განწყობა რომ ჩვენ ესე მარტივად ახლა გაჩენილი ქვეყანა არ ვართ ჩვენ გვაქვს 4000 წლის ფაქტობრივად მამტკიცებელი საბუთები რომ 4000 წლის ისტორია აქვს საქართველოს თამაზ გამყრელიძემ აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ 3000 წელი მიაღებინა ედვარდ შევარდნაძეს ამ პერიოდებში ჩვენ მქონდა ასეთი სვლები ვერ გავაგებინეთ ვერც იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრს ვერც ახლა ქალბატონი რომ გადადგა პრეზიდენტი რომ ვერ გავაგებინეთ ეს რა პრობლემაა ანუ მეცნიერების აღქმა ჩვენთან ჭირს შედეგების მნიშვნელოვანი საქმის კეთება ჭირს და ამიტომაა ეს ბევრი კრიზისი და ახლანდელ ხელისუფლებასაც ურჩევ რომ მოусმინონ აი თქვენ კონგრესს სადაც არიან მეცნიერები მადლობა აი მე ძალიან კარგი რამ თქვა მე უბრალოდ გამომჩა და ძალიან გამახსენდა მან რომ ჩვენ შევთანხმდით გელათში და მივიღეთ მიმართვა რომ ამ წელში ჩამოვყალიბდეთ და მომდევნო წელი ვაქციოთ ჩვენ დავით აღმაშენებლისთან დაკავშირებულ წლად არ არის ახლა გასაგებია შესრულდა უკვე მისი დაბადებიდან 950 შესრულდა მისი გარდაცვალებიდან 900 წელი წელს არის შესრულდა დიდგორის ომის 900 წელი ყველაფერი ესენი გასულია მაგრამ შოთა რუსთაველის იუბილეს ვერ აღინიშნა ისე როგორც ის არის და აი ახლა აგერ ერთ-ორ ადგილზე ხედავ ახლა ყველაზე კარგი ლექსი სამშობლოზე რაფაელ ერისთავს აქვს 200 წლის თავია და კაცშვილი არც ტელევიზია არც არავინ აი ეს როგორ შეიძლება ეს არის მომაკვდავი ქვეყნის საინფორმაციო სივრცე და პოლიტიკური სივრცე უკვე ეს წარმოუდგენელია ამიტომ ჩვენ მიმართავთ ემიგრანტებს და მიმართავთ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ხალხო ამის დაშვება როგორ შეიძლება აქეთ ადიდეთ ვინც გინდათ ვისაც გინდათ ბიზინავანიშვილი აქეთ და ვისაც გინდათ მიხეილ სააკაშვილი აქეთ ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი მივხედოთ ქვეყანას ბატონო ვაჟა თქვენთან მინდა გადავიდე თქვენთან დავიწყე და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს გადაცემაში და ბატონი ვაჟა ოთარაშვილი მოგესალმებით მე მივესალმები ბატონო
ამ იდეას ქართული სათვისტომოს დაარსების იდეას ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თქვენ სწორედ ბრძანეთ სხვადასხვა ერის სხვადასხვა ქვეყნის სათვისტომოები არსებობს მით უმეტეს როდესაც დღეს ესეთი აქტიური მიგრაციული პოლიტიკაა საქართველოსთან და ნახევარი საქართველოს რაღაცა 2 მილიონი ნახევარი თუ მეტი ქვეყნის გარეთაა გასული ამ შეჭირვებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ძალიან ბევრი გონიერი პიროვნება ახლა ქალბატონი ლოარა იგივე დოქტორი მეცნიერებათა დოქტორი საზღვარგარეთაა ხო ამ გაჭირვებისგან გამო გახიზნული მე ესე ვიტყოდი და მეორეც მე ვფიქრობ რომ სათვისტომოს შექმნა ეს ბრწყინვალე იდეა დღევანდელ პირობებში როდესაც საქართველოს დემოგრაფიულად გაჭირვებული ქვეყანაა იქნებ უცხოეთში დაფუძნებულ ქართული სათვისტომოს უპირველესი სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იყოს მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე და დასაქმებაზე და იმ ურთიერთობაზე, იმ კავშირებზე, რომ სამშობლოსთან არ გაწმეს ეს კავშირები და ძალიან შესანიშნავი იდეა ბრძანეთ ბატონო თემურ როგორც ყოველთვის რომ პრემიერთან მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს სხვადასხვა ქვეყნებთან, აქ მარტო იტალია არ არის, არის საბერძნეთი, არის გერმანია, არის ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, ეხლა მე მინდა დავეთანხმო ბატონ გიას, ჩემს ძველ მეგობარს, ფაზის აკადემიის პრეზიდენტს, რომ ეს კაცი კი იბრძვის სხვადასხვა ქვეყნებში, რომ გააქვს აი 4000 წლის ისტორია აქვს საქართველოს ეს აქვს, მაგრამ თვითონ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ისეთი ამ ძველ ქვეყანაში, რომ თავი მოვიწონოთ, რომ იბერიული კოლხური კულტურა ეს უძველესია, ასე ესე გუშინდელი შექმნილი ქვეყნები რამის ესე იგი ახალ ისტორიას წერენ თავისთვის და რაღაცა წიაღწევს საკეთებენ შოუმლებში და ჩვენ როდესაც ამხელა ქვეყანა ვართ არ არის არავითარი ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა და მე ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სათვისტომოს შექმნისა მე მივესალმები ამ პიროვნებებს ბატონი ალექსანდრე ახლა გავიცანი საოცარი პიროვნებია საოცარი დიდი პოტენციალის მქონე კაცი და მოუყენებელი გამიხარდა მით უმეტეს ეს გამოცდილება თუ აქვს და არქიტექტორი დიზაინერი განათლებული ადამიანი და ასევე საქართველოს ფასიც იცის და იმ უცხოეთის სიტუაციების იცის ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია და მეცნიერთა კონგრესი და მე როგორც ერთი პიროვნება მხარს უჭერ, იმიტომ რომ აი თქვენ ახლა ბრძანეთ რომ აი ინოვაციებს აი ზუსტად ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიები რომელიც უცხოეთში იქნება უპირველესად ეს გასაგებია ჩვენი ხალხისთვის ემიგრანტებისთვის რომლებიც იქ ცხოვრობენ და როდესაც მათ კავშირი ექნებათ აქ ამ კუთხით და დაინტერესება ექნებათ რომ პირიქით სამშობლოს აცნობენ იქ რაღაც ახალი აღმოჩენა რაღაც ახალი მიღწევა იქნებ ჩვენც გავითავისოთ მაინც და მაინც ესე იგი LGBT პროპაგანდა და პედარასტიზმის და სოდომიზმის ქადაგებას ნუ შემოვიტანდა რა და მართლაც ის საღად წარმატებული პროექტები რაც არსებობს იმიტომ მე ახლა შეიძლება სათქმეს ცოტათი გადავუხვიო, მაგრამ არ შემიძლია ჩემ გამოსვლაში რომ არ განვაცხადო, რომ საქართველოში არსებობს ბატონო თემურ რუსთაველის ფონდი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ყაჩაღთა ბანდა, რომელიც ანგრევს ქართულ მეცნიერებას. აი რამდენს წვალობთ თქვენ, რამდენი მეცნიერი შეკრიბეთ, რამდენი სხდომა ჩაატარეთ თბილისშიც, გელათის აკადემიაშიც, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ფეხდაფეხ დადიხართ და ეძებთ იმ მეცნიერებს, ვისაც როიტყვიან სამშობლოსთვის უძგებთ გული, ვინც გონიერი ხალხია, ვინც ჭკვიანი ხალხია, შემთხვევითი არ არის, ახლა აქაც ბატონი კი არც ეს ბატონი ზაზა უძლიერესი ჩვენ 30 წელია თუ 35 წელი ერთმანეთთან მეგობრობთ ვიცნობ ჩემი შვილის გამზრდელია როგორც იურისტის და ასეთი ხალხი რაღაცნაირად არის გვერდზე მიწეული არსებობს ესე იგი ეროვნული ფონდი რუსთაველისა რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და დაწყებული ესე იგი სააკაშვილის პერიოდიდან მილიონები ასეულ მილიონებით ლარი არის გახარჯული უპრაგონოდ არა ქართული მეცნიერების განვითარებისათვის,
არა ქართველ ჭეშმარიტ მეცნიერთა გამოგონებების, მიგნებების, კვლევის გასაუმჯობესებლად, არამედ ეს ფული როგორც მე ძალიან ბევრი მეცნიერს ვესაუბრი ამ დღეებში, მე სასამართლოში ვაპირებ ჩივილს ამ ფონდის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდე მიშა მაჭავარიანის ბენდუკიძის დროს ატყატებით მუშაობდა და დღესაც იგივე იმითი რა ქვია, ტემპით აგზელებენ მუშაობას, მანამ მერე იყო სამუშია, ეხლა არის თეიმურაზ ბრაჭული თუ არ ვცდები თუ დოჭვირი და აი მე მაგალითს ვიტყვი ახლა რომ აი თქვენ ბრძანეთ ზუსტად რომ ის მეცნიერული აღმოჩენები რაც უცხოეთშია ხო რომ ჩვენ მეცნიერებას ჩვენ ცხოვრებას წაადგენს და გამოყოფილია საბიუჯეტო სახსრები ქართული მეცნიერების განვითარებისათვის და აი ვის აძლევს ახლა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდი 2025 წლის გამარჯვებულებს რამდენიმეს დავასახელებ არ შეგაწყეთ აი პირველით აქ ლაპარაკია ბატონო თემურ 200,000, 300,000, 400,000, 500,000 ლარი და ასე შემდეგ. დიდ თანხებზეა ლაპარაკი. ჯამში ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი. აი მაგალითად გენდერული თანასწორობა და კორპორატიული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედა ეშელონებში. ერთი თემა. გენდერული თანასწორობა და კორპორატიული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედა ეშელონებში. როგორ მოგწონთ? კავკასიის უნივერსიტეტი 100,000-ობით ლარი. ნახეთ. ეხლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენ ძვირფას ხალხს აქ ბერძენიშვილებს და ამ იმებს რა ქვია კმარელებს და იმას კლიმატის და გარემოს ცვლილებები ჯავახეთის ზეგანზე მიგნებები ბრინჯაოს ხანის მეგალითურ კულტურაზე შემდეგ ნახეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ცეცხლი გვიან ბრინჯაო ადრერკინის ხანის დასავლეთ ამიერკავკასიის დაკრძალვის რიტუალში ბუნებრივი აუცილებლობთან თუ კავშირი ევროპულ კულტურასთან. კი ბატონო, აი ისე ჩვენ ევროპული კულტურა არ ყოფილა. ესე იგი ჯერ მაშინ სად იყო ევროპული კულტურა? გვიან ბრინჯაოს აქ არის აგერებ სინვალე სპეციალისტ ბატონო აი შემდეგ აი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ახლა სამუშიაროა ეს ბურბაკივით გასიებულის რა ქვია კაცი რექტორატი ანატოლის აკადემიაში დაკრძალული პირების ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესაძლო კავშირი ინფექციურ დაავადებებთან. 100,000-ობით ლარი. გესმით ხო? ეს კი არ მიგონებ. შემიძლია, იმიტომ ამბობ მე ახლა რომ სასამართლოში მივდივარ და პროკურატურაში კიდევ აი ჩვენ ერთად ვიყავთ ბატონო თემურ ნახეთ რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერი ეს უძველესი კულტურული და ბრწყინვალე ძეგლი. ნახეთ რა საფინანსებენ რამის ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლებში წარმოდგენილი კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა და დაცვის რეკომენდაციების შემუშავება. მემკვიდრეობის კონსერვაცია. აი ესე ილიაონები კავკასიის უნივერსიტეტი გაგერ ნახეთ ეს საქართველოს უნივერსიტეტი გონი არასალიასია თუ ვისია ხო? აკლიათ ახლა სააკაშვილის დედას ფულები და მოსახლეობის დინამიკა სამხრეთ კავკასიაში ადრეული ბრინჯაოდან რკინის ხანამდე დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური კომპლექსის მიხედვით. წარმოგიდგენიათ? აი ამ თემებს მე აღარ გავაგრძელებ, აი ამ თემებს აფინანსებს რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდი, ეს ყაჩაღები, ეს მაფიოზები, რომლებიც ყველა დასაჭერი ალბათ დაცვის პოლიციის გარდა დაწყებული იმიდან რა ქვია გენდირექტორიდან ეს თეიმურაზიდან განთავრებული თანამშრომლებამდე რომლებიც წლების განმავლობაში აი ამ მაფიას ატრიალებენ და აი ამ მე მივმართავ ახლა თავარ პროკურატურას გენერალურ პროკურორს მივმართავ უშიშროების სამსახურს ბატონ ლილუაშვილს მივმართავ პრემიერ-მინისტრს ბატონ კობახიძეს მივმართავ საქართველოს პარლამენტს
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუდიტის სამსახურს, აქ არის მილიონობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგასთან დაკავშირებით. დაამტკიცონ მათ, რომ აი ეს პროექტები მათ წესდებაში უწერიათ, რომ ეს არის ქართული მეცნიერებისათვის, ქართული სახელმწიფოსათვის, ქართული მეცნიერული პოტენციალის განვითარების და ხელშეწყობისათვის შექმნილი ფონდი საბიუჯეტო სახსრებით, ჩვენი ფულიდან ბატონებო და ბატონებო. და დაგვიმტკიცო. მე წარმოვადგინე თემა, რომელზეც უარი მივიღე. ეხლა მეორე საკითხია, რა თემაა? გიორგი სააკაძის ფენომენი ევროპულ და აზიურ წყაროებში. და ვითხოვდი, რომ ვატიკანის არქივები, თეირანის არქივები, ისპაჰანის, სტამბულის, მარიბროსეს პარიზის არქივი, პეტერბურგის არქივები, სადაც დაცულია რელაციები უამრავი, რომ შეგვესწავლა და ერთხელ და სამუდამოდ გამოგვემგზავრება. პასუხს გვაძლევს უცხოელი ექსპერტი. მე ვეკითხები ამ ბატონ თეიმურას, რომელთანაც შეხვედრა, თან ეს არის დახურული ორგანიზაცია, ვერ შეხვალ, არც ტელეფონი არსებობს, არაფერი, უნდა დაურეკო განათლების სამინისტროს და უნდა ჩაგთას ოპიმან, რა ქვია, კომუტატორმა და ოპერატორმა და ვერავის ვერ უკავშირდები და აი ეს არის დახურული ორგანიზაცია და მე მოვიტყო და მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რადგანაც ეს არის საბიუჯეტო სახსრებით შექმნილი ფონდი, უნდა იყოს მისი მუშაობა გამჭვირვალე, უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის მისი ყველა პროექტის დაფინანსების გზები და მიზნები და რა ისე, როგორც აიხლა წაგიკითხეთ. მე ნაწილი წაგიკითხეთ, თორე დანარჩენი როგორ აფინანსებდნენ ესენი ვითომ ღამურებს და გამოკვლევას და დუშეთის ტყეებში გლების გამრავლების პროცესს და როგორ აფინანსებდნენ კიდე საქმე ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ჩნიქოსანთა გადაადგილებას რაღაც ზეგნებზე. ეს კიდე მთელი ის არის კომიკური სიტუაციები. და აი ასეულ ათასობით ლარი იხარჯება ბატონო თეოდორ, როდესაც ითხოვთ თქვენ რომ საზოგადოებრივ ტელევიზიაში გავაჟღეროთ. ბატონო თარ, ბოდის გიხდით ახლა ბატონო ვაჟა, ბოდის გიხდით აი ახლა ამ თემასთან მე გეტყვით ახლა რომ ეს არ მახსოვს ზუსტად რომელი წელი იყო. მე პირადად ვიყავი მისული რუსთაველის საზოგადოების ფონდში და ნონა ღამბაშიძე მახლდა, რომელიც მაშინ ქართული ტელეს დირექტორი იყო, რომ ჩვენ წარვადგინეთ წიგნი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ და უთხარი რომ მეცნიერთა კონგრესის სახელით ვარ მოსული, რომ აი პროგრამებია და ჩვენ ვითხოვთ აი ამ პროგრამების დაფინანსებას ამ ფონდიდან და იმ წუთში არც მომისმინეს. ეხლა ვერ ვიხსენებ ვინ იყო მაშინ ფონდის თავმჯდომარე, ფონდი პრეზიდენტი. ეხლა გავიხსენებ, ეს იქნებოდა 2019-2020 წლებში. ხო, აი მე მგონი დიახ და რომელსაც ქალბატონი ნონა კარგად იცნობდა და ჩვენ იქედან იმდენად უარყოფითი პასუხით გამოვედით, რომ მეორედ იქ მისვლას აზრი არ ჰქონდა და მოტივი იყო ისეთი, რომ უნივერსიტეტების სამეცნიერო კვლევებს აფინანსებდნენ და ჩვენ არ წარმოვადგენდით ამ შემთხვევაში უნივერსიტეტს. ბოდიში და ეს მინდოდა ეს აბსოლუტურად ყოველი ეს არ არის უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის, ეს არის სრულიად საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის დასაფინანსებლად და აქ ისმის კითხვა. ეხლა ვირტუალურ ფიზიკაში და კვანტურ მექანიკაში ან კიდე რაღაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებში რო წარმოადგინო პროექტი, შეიძლება უცხოელ სპეციალისტ, თქვა ეს იქნება იაპონელი თუ ამერიკელი, შეეკითხო ექსპერტს, რომ აი ღირებულია თუ არ არის ღირებული. საქართველოს ისტორია ჩემზე უკეთესად როგორ იცის ვიღაცა ინგლისელი. როგორ იცის უცხოელმა ჩემზე უკეთესად რომ წერს ეს იდიოტი ვიღაცა. რომ თურმე მე-17 საუკუნის პირველი მესამედი არაყოფილი აქტუალური საქართველოსთვის. გიორგი სააკაძის ფიგურა, რომლის ორი ძეგლი დგას საქართველოში. თურმე არაყოფილა პოპულარული საქართველოში. თურმე შაჰ-აბასის ეს ეპოქა, როცა ესე იგი 300,000-ზე მეტი კახეთიდან გადაასახლეს მაზანდარაში, ფერედანში და სხვა ოლქებში ქართული ოჯახები, ეს უმძიმესი პერიოდი არაყოფილა აქტუალური შესასწავლად. გესმენთ? ბატონო ვაჟა, სასაული რამე ბატონო ვაჟას დავამატებდი, ქართველთა კონგრესზე შეიტანა განაცხადი, რომ ჩატარებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიამ და ის არ დააფინანსა ამ ფონდმა. დიახ, დავამატებ მაშინ, მადლობა გია ძმობილო გენაცვალე. გადაცემაში ამის თაობაზე ბატონო თემო. ყავდა
აკადემიკოსები ბატონი ელის ბარჯაველიძე და ბატონი აფსანდილ არაბული. აი კარგია რომ ამას ორი დიდი მეცნიერი. ორი დიდი მეცნიერი რომლებიც ითხოვდნენ ესე იგი მსოფლიოს 73 ქვეყნიდან უცხოელი ქართველოლოგები მოდიან, ვინც ამ პატარა ქვეყანას, მისენას, კულტურას, ტრადიციას პატივსცემენ, ითხოვენ ელემენტარულ დაფინანსებას, რომ იქ სასტუმროა რაღაცა ამ მეცნიერებს სადაც ეს თანხა არ მიცეს. ეს თანხა აქ არ არის მილიონებზე ლაპარაკი, ელემენტარულ თანხაზე და უარი თქვენ საქართველოში ქართველი ჩატარება. ეხლა ყოიცი როგორ ხდება? ტიმშივე ჩაუჭდებოდა ეს მაგას. და როგორც ჩანს ესენი დაწყებული ბენდუქიძიდან მუშაობენ ატკატებზე, როგორც აი გუშინ ძალიან ბევრი ადამიანს შევხვდი, მე ამ ხალხს სულ ყველას წარმოადგენ თავისი პროექტებით სასამართლოში და დამიმტკიცოს ამ გარეწარმა ფონდის წარმომადგენლებმა, ამ ყაჩაღებმა, სისხლის სამართლის დამნაშავებმა კიდევ ერთხელ მიმართავ თავარ პროკურატურას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგანაც ამ ფონდის საქმიანობა არის ძირძირობით შესასწავლები. მე არ ვამბობ, რომ გარკვეულ პროცენტს, სადღაც 20%, 30% არაფინანსებდნენ ნამდვილ პროექტებს და ნამდვილ მეცნიერებს, მაგრამ დანარჩენი არის ესეთი ბლეფი და არაფრის მომცემი. მე ვეკითხები თეიმურაზ რაგვარია ბრაჩურს თუ დოჭვის, რომ გენდერული თანასწორობა და კორპორატიული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედაეშელონში რა მოგების მომტანია ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული მეცნიერებისათვის. აი თქვენ გეკითხები გენერალურო დირექტორო თბილს კამზე რომ ბძანდები და 1000-ობით ლარსიგებ ყოველთვე. თუ მეც არა. ხელფასი, ამათი ხელფასი. აი ეს არის რეალობა. ნუ ეს ისე ჯერ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ თქვენ აგერა გარბის საზღვარგარეთ, იმიტომ რომ აქ ოჯახი არჩევს და რის წვალებით კაპიკების ფასად დოქტორი პიროვნება, აი ამან გამოიწვევს დოქტორი, ხო? მეცნიერება და დოქტორი იძულებულია რომ თავის სამშობლოდან ჩვენ რომ ამ ფონდიდან მიგვეღო დაფინანსება, აი იმ პროგრამებისთვის სერიოზული მუშაობა გაიმართებოდა და მე ნამდვილად არ წავიდოდი. და მე სოფელში ვცხოვრობ, რომ ესე იგი ვარჩინო ოჯახი და ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი და მრავალრიცხოვანი შვილიშვილები და ეს გარეწრები მილიონებს ხარჯავენ აი ამ სიაფანდობაზე. ამ სიაფანდო ესე კიდევ უფრო განმემტკიცდა აზრი რომ აი თქვათ როგორც ქვეყნის შიგნით ისევე მისატანი ეს ინფორმაცია ხალხთან ჩვენ ამ ტელევიზიებს არ მოგცემენ აი ასეთ რამეს ახლა რომ გამოდის და ბატონი ვაჟა ოთარაშვილი რომ ამას წარმოადგენს მწერალი კაცი მეცნიერი დოქტორი ამას ახლა ყველა უნდა იკრიბებოდეს უცხოეთში ასე იქნება ყველა ტელევიზია და ყველა ტელევიზიის წამყვანი ის იქნება ეს მაგრამ ამას არავინ არ გააკეთებს ამიტომ ჩვენ ხალხთან უნდა მივიდეთ როგორც კი პირველი გაჟღერდებოდა იმ წუთში მოყვებოდა რეაგირება უცხოეთში ამ ფაქტს ესეთი ტელევიზია რომელიც შემეცნებითი პროგრამა საფრანგეთის სახელმწიფოს ტელევიზია France TV3 რომელიც კი ასე წოდება რომელიც აჟღერებს სახელმწიფოთა ესეთი ციკლია სახელმწიფოთა იდუმალი ისტორიები ნახევარი საათი დაუთმო გიორგი სარკაძეს და ამ წიგნის და იმას რა ქვია ეს ერთ-ერთი ტომია ჩემი ნამუშევარი 40 წელი ამაზე და ის რა ქვია 78 სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებული როგორც ქართულ ისე უცხო ენებზე მათ შორის ორი იუნესკოს კონფერენციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის კონფერენციაში სტრასბურგში ვიყავი მიწვეული ლექციის დასაკითხად ამ კუთხით უსახსრობის გამო ვერ წავედი საფრანგეთის რენესანსის აკადემიაში გავაკეთეთ მოხსენება და მთელი ინტერესი და ის გამოიწვია თურმე საინტერესო არ ყოფილა საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი შესაძლოა და ნუ სასაულია ნუ ეხლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენი ქვეყანა იქამდე მიიყვანეს რომ იყო პერიოდი როდესაც კოსმოსური თანამგზავრის ჩიპები კეთდებოდა ქუთაისში ჩვენ ვაკეთებდით უმაღლეს აეროცელ ლაპარაკობ ინოვაციური ტექნოლოგიები რომ თანამგზავრი ვერ გავიდოდა ორბიტაზე და არა მარტო საბჭოთა თანამგზავრზე იყო ლაპარაკი სხვა ქვეყნების თანამგზავრებიც კი ვერ გავიდოდნენ ორბიტაზე თუ ვთქვათ არ მოხდებოდა ჩვენი ქუთაისში დამზადებული ჩიპი არ იქნებოდა უფრო მეც გეტყვით რომ 10 სადგური არსებობს თანამგზავრის რომ ნებართვა უნდა მიცეს 10-ია თუ 12-ია ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველია ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრია და კაცმა საქართველოში რო შემოიარო ეხლა ვერავინ ვერ გეტყვის რომ სოფლიოში ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი თუ ვინ გაუშვებს თანამგზავრს თუ ამ ქართველმა კაცმა ხელი არ მოუწერა ეს თანამგზავრი ვერ გავა ორბიტაზე აი ხო გეუბნებით რა ამაზე დიდი ტექნოლოგია რა უნდა იყოს არა როგორ უნდა იყოს აი აგერ
წარმომადგენელი ყავს საქართველოში ამირანაფსიაური სახით ტესლას უნივერსიტეტი ისინი მე მას მოვიწვევთ გადაცემაში და უნდა ვალაპარაკოთ გაანადგურეს კაცი ესე ელქაერისგან მიიღო ელექტროენერგია და ეს ყველაფერი წიგნე გამოვიდა უცხოეთში ჩვენ ეს უნდა მოვდოთ თელი იმას აბა ესე იგი აი ყველას ვთხოვთ ჩვენს თანამემამულეებს ქართველებს უცხოეთში ვინც ხართ აი რაღაც უნდა გავიტანოთ აი იგივე თუნდაც აი ეგერ აკადემიას ამდენი 1750 წლის თავი ხო აღნიშნეთ 1900 და სახელმწიფოს ვერ გავაგებინეთ რომ პირველი ქრისტიანი მეცნიერი კაცი სახელი და გვარი ვიცით რომელიც კენციხლიდა რომის პაპობაზე 154 წელს და რომელმაც რედაქტირება გაუკეთა ლათინურ და ბერძნულ ტექსტებს ეს იყო ქართველი კაცი რომელმაც ფაზის აკადემია დაამთავრა თქვენ ახლა და ამას არ დააფინანსებენ მე ვიცი რომ მიმართა რამდენჯერ არ მიმართი არა ასე არ აფინანსებენ არ მაქვს შეხება მაგ თუმცა ტექნიკური მიმართულებით ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი კონგრესის წევრია ბატონი დავით სახვაძე რომელმაც აი სასწაული გააკეთა რომ შლის იმას ოქროს და იმას როგორც შაქარს აი ესე და იმას უფინანსებენ და ახლა ამერიკელები არიან დაინტერესებული და ამბობენ რომ ეს ტექნოლოგია ჩვენ უნდა წავიღოთ აგერა ჩვენი მეცნიერთა კონგრესი ახალი ძალიან დიდი საშუალება ბატონო თემურო როდესაც მიდიან ნებავთ ტექნიკური დარგის ნებავთ კი მეც ვიდასაც რომ ჩვენ იდეებს და ჩვენ ეს გააკეთა სოროსმა ყველაზე წარმატებული და ეს არ არის დაცული ამდენად ეს იმიტომ მიმართე მე შემთხვევით არ მიხსენებია უშიშროების სამსახური ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ქრისტიანი კაცია და მე დარწმუნებული ვარ ამ კუთხითაც შეხედავ იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მეცნიერმა მე შემომჩივლა რომ მათი იდეები მათი პროექტები მოიპარეს უცხოეთში წაიდეს და ხდება მე უკვე მოკლედ ჩვენ ბატონო ვაჟამ ძალიან დიდი ინფორმაცია მოგცა განხილვისთვის ახლა პირველ ნაწილში მართლაც ისეთ მნიშვნელოვანი იყო უნდა მოგვესმინა ეს პირველ ნაწილში ჩვენ ამის გამო დრო ცოტა დავჭა მაგრამ ყველამ უნდა გამოთქვას მე ბოლოს მივცემ პირველ ნაწილში მაინც სიტყვას იმიტომ რომ მეორე ნაწილში არ იქნება ხო ასე გავთხოვ დაგეგმილი ბატონი გია და მინდა კიდე რასაც ჩათვლის საჭიროდ ბოლოსკენ და მე ალბათ ბატონ ვახშის თხოვთ და შემოგვიერთდება ესე იგი ეხლა გავაგზავნოთ ეს საუბარი რა ვიცი როგორ უყურებთ იურიდიულად ბატონო ზაზა ყველაფერი ამას აი მოკლედ და მე მეორე ნაწილში უფრო დიდი დრო გექნებათ ესე იგი მე თანამოაზრე ვარ თქვენი და აღარ გავიმეორებ რაც თქვენ ბრძანეთ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ საკითხს და გეტყვით აი ბატონმა ვაჟამ რაც ბრძანა ეს არის ჩემი აზრით ერთი კორუფციის უბინძურესის ისტორია ხო ჩემი აზრია ესეთი მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი თუ არ დგამის უკან ბატონო ვაჟა ეხო გამორიცხულია რომ ვინმე მე ეს ფული და ესეთი უკანონობა აძარმოს საქართველოს ცხოვრობს მეგობრებო 4 მილიონი კაცი თუ 3 მილიონი ჩინეთის სოფელში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იქ არ ჩინაგან მინისტრი საქმეთა მინისტრი ყავთ არც გენერალური პროკურორი არც 40000 პოლიციელი ყავთ ხალხო რაც რამე ხდება ყველამ ყველაფერი იცის უშიშროების სამსახურმა შენზე კარგად იცის ესენი რასაკეთებენ მაგრამ ეს ძალიან კარგად იცით მომისე კარგად იცის ამიტომ რა მნიშვნელობა მე რა პრობლემა დღეს მომისე დღეს ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ნაცია თუ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩა როგორც ის ორივე ერთი და იგი მაგას გეუბნები ხო უფრო მეტი პორტირებული ნაცია დღეს ისა კალაძედან დაწყებული ჩვენ რო დაგვარბიეს გახსოვთ ნოემბერში კალაძე რო გამოვიდა და დაგვანძღა ისა მიშასაგარა გინდათო იქ არ იყავი რო დაგვარბიეს აქედან გამომდინარე მე შორსა ვარ იმ აზრისაგან რომ ამ ხალხმა არაფერი არ იცით იყო ადამიანი ეხლა სის პირველი ნომერი ხმა მომეცითო ხო იძახო და ხმა მიცეს და დაიმალა გიხარა გინაყავთ მე პირველი ნომერი იყო ივანიშვილი და დაიმალა მე ვამბობდი ხალხო თქვას რა თანამდებობაზე იმუშავე დაიმალა ეხლა და იქიდან უყურებს რა ხდება ამ ქვეყანაში ხო კანონიერი ქურდები დონ კორლეონე რომ მართავდა ეს არის უბედურება ამ ქვეყნისა და მესამე ჩვენ მეგობრებო არავინ ტელევიზიაში არ შეგუშვებს მე სულ მახსენდება ინგა გრიგოლიამ თემურ შაშიარშვილი თქვა რომ ეგეთი რესპონდენტიო მე არ მყოლიაო და არც მეყოლებაო ინგა გრიგოლიამ ხო ჩემს თქვენზე თქვა ინგა გრიგოლიამ და დღეს როდესაც მას არ აქვს LGBT პროპაგანდა და აქ ქართული რა ქვია პროგრამები ტელევიზიაში არ უშვებენ არ შეუშვებენ ამიტომ
ჩვენ ესეთი აი განცხადებები სახალხამდე რომ მივიტანოთ მეგობრებო, უნდა ვიფიქროთ აი ამ ერთადერთი კარგი ჩემი აზრით ტელევიზიის განვითარებაზე, რომელიც იქნება ისეთი ყურებადი, როგორიც არის მაგალითად ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის ტელევიზიები. ბიძინავიზია იმედი, მიშავიზია დაქვია ფორმულა, ხაზარაძევიზია იმედი და ისა ტელეპირველი და ასე შემდეგ. ჩვენ ხო უყურებთ ხალხო რომ ტელევიზია არ არსებობს და მოუკიდებელი. აი ერთადერთი ტელევიზია სადაც ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ და ვთქვათ რაიმე ქართული პროგრამა, ქართული სახელმწიფოს განვითარება, სხვაგან შეგიშვებენ, არ შეგიშვებენ. ეხლა ინგა გრიგოლია, შენ ტელევიზიაში შეგიშვებს ხაზარაძევიზიაში? ზოგჯერ მგონია ხალხო რომ აი ეს პოლიტიკოსები არიან ტელეწამყვანები, რომ ჩართავ ესევე ერთე და იგივე ხალხი. სხვა ვინმე გინახავთ? პოლიტიკური პარტიის პლატფორმას ერგებიან ეს ტელევიზიები. აი პატივცემულმა თემურმა ბრძანა, ბერძენიშვილმა ბრძანაო უდიდესმა მეცნიერმა, მე არ ვიცი, კი, უდიდესმა, ნუ ხელოვანი მეცნიერი იყო. ის რა ქვია, რომ ის რა კი, არ ვიცი, არ უნდა ეს უტვინოები გამოდიან პირდაპირ თეში დამობენ რომ არა სახელმწიფო ტელევიზია. ესე იგი შენ იძახი მე რომ ოპოზიციის ტელევიზია ვარ და იძახი რომ დამოუკიდებელი არა ვარო. აბა BBC სტანდარტი ვნახოთ რომელსაც ხელისუფლება აფინანსებს. რაც აქ ხდება, რომელიმე პოლიტიკოს ესენი შეუშვებდნენ, აი თქვათ ინგლისში იმ პოლიტიკოსებმა, ხო, რომელიც დედას იგინებოდნენ პარლამენტში არ შევალთო 2020 წელს და შეცვლიდნენ პარლამენტში. ამით ირმა ხო არ შევიდა პარლამენტში. ხო, პრორუსი იყო, თუმცა გახსოვს რას იძახოდნენ. თვითონ შეჩვიდნენ, გაიგე? გაათეთრეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაყალბებული პარლამენტი და იხლა კიდე ოპოზიციაში დარჩნენ, იმიტომ რომ ინგა გრიგოლია და მისი დები და ძმები ყავთ. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რამე გამოგვივიდეს, როგორმე უნდა შევქმნათ ისეთი კონცეფცია, რომ ეს ტელევიზია იყოს ყურებადი, იმიტომ რომ არ არსებობს რომ ამ ტელევიზიებმა რამე ქართულს მიცენ გზა, არ არსებობს, ხო ხედავთ რა, რას აკეთებენ? ბრო, ტელევიზიის ჩართვის მეშინია. მართალია ბატონ თემური. ამან ეს მოკლა, ამან ეს დაასახიჩრა, ამ ბანკმა ესე 90% მიდის ისეთი ინფორმაცია, რომ ადამიანმა ტელევიზორს არ უნდა უყუროს. და ვინც უყურებს, ესენი არიან პარტიული აქტივისტები, ხო? ზაზა, პირველ არხზეც რო არ მიშვებეს არა, პირველ არხზე არა, ხო, მაგრამ მოდი რა არის იცით? პირველი არხი იყო სახელმწიფო არხი ყოველთვის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, აი ეს ტელევიზია ხო არის, აი ჩვენ ხო თანხმდებით, რომ ყველაზე კარგი ტელევიზია. ჩვენ უნდა ყველაზე კარგი ტელევიზია ვაქციოთ, ყველაზე ყურებად ტელევიზია. ჩვენ თუ ეს შევძელით და ადამიანებმა დაინახეს, რომ ხალხო, ეს რა ხალხი ყოფილა საქართველოში? ეს რა ადამიანები არიან? ეს რა აზროვნება, ეს რა განვითარება? ეხლა ქალბატონო არა ბრძანებდა, რომ 3 წელია პრემიერ-მინისტრი იტალიისო ცხოვრობსო ნაქირავე ბინაში, მეგობრებო. და ერთი მარტო ბინა იყიდოსო, საქმეს ამოძრავენო. ეხლა საოცრება ხდება მსოფლიოში. 2018 და 2019 წელს დაბადებული ხალხი გაგიგიათ რომ ცოცხლები არიან? თურმე ამერიკაში ცოცხლები არიან. გუშინ მასკი გამოვიდა და თქვა რომ 300 წლის ადამიანიო არსებობს ამერიკაში, რომელიც 300 წელია იღებსო შემწეობასო. და ამერიკა წარმოგიდგენიათ ხალხო, გეუბნები, 200-300 წლის ადამიანები, 200 წელი ადამიანი იღებს შემწეობას. და წარმოგიდგენიათ რა დონის კორუფცია არის ამ პოლიტიკურ სივრცეში? ამერიკაში რო ეს არის, საქართველოში ასვალ დაასხავეთ და ერთ კვირაში ამოდის ბალახი. გუშინ უყურებდი კავკიშტი. ერთ კვირაში ბალახი ამოდის, ეს კი მაზუთი ნულია. რა თუნდა ლილოაშვილს მიმართო, არ იცის ბალახი რო ამოდის და იმ რა ქვია დასხმულას ვალზე? არ იცის რომ კორუფცია არის? აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და თუ გვინდა რომ ჩვენ მოგვისმინონ, როგორმე ეს ტელევიზია უნდა გავხადოთ ყურებადი, თორე არავინ არ ამბობს ძალიან კარგავს გუშინ გენერალური დირექტორი ამბობდა ტელევიზიის რომ მოვიდა ერთი პიროვნება მეცნიერი რომელიც უყურებდა ამ ტელევიზიას და თქვა აი მე წირავ აი გადავურიცხა ასე და მე ყოველთვიურად შევწირავ ასლარს რომ ეს არის ბედნიერება როცა ასეთი მინდია მე ბატონი ბავშვი კიდე ასეთ რამეს იტყვის ალბათ
ყველა შეუძლია ასეთი რამის გაკეთება და აი ბატონი ზაზა გამოვიდა აბსოლუტურად სწორი პოზიციით, რომ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქვეყანაში პირველ რიგში უნდა შევძლებთ ის, რომ მართალ ტელევიზია დარჩეს, რომ აქ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს გამოვიდეს თავის მოსაზრება თქვას, რამდენადაც მისაღები ან მიუღებელი იყოს, თქვათ ვინმესთვის ეს ისა და მეორე აი ასეთ ტელევიზია უნდა შევნო 2 მილიონი 3 მილიონი დოლარი იხარჯება პირველ არხზე ყოველთვიურად 2 მილიონი დოლარს ხარჯავს ყოველთვიურად ის ტელევიზიები რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და ქართული ტელევიზია ამბობს რომ 100,000 ლარი იქნება ისეთი რომ ვიქნებით მათნაირი 150,000 ლარით ვიქნებით მათზე უკეთესი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ასეთი რამის გაკეთება რუსეთში როგორ წელიწადში არა თვეში ხარჯავენ ისინი 2 მილიონი დოლარი ესე ბატონო ვინმე მოადგეს ახლა და ფული ჩაუუწყოს ამ ტელევიზიას გენერალ პროკურორთან აღარ გამოუშვება არა მასე არ არის აბა ნახე აგერ მე ვაკეთებ ბიზნესს და მე უნდა ჩავრიცხო დაახლოებით 100,000 ლარი ამ ტელევიზიაში მოდი აღარ გამომიშვან ხაზარაძე ვიზიიდან TBC-დან წამოღებული თანხა უნდა მოვახმარო ამ ტელევიზიაზე მოდი არ გამომიშვან ტელევიზიაზე არა აი გასაგებია გაირამის ამბობ გაირამის არ შეეცინამდებო გაჩერგონია სკოლობნები თქვენ რატო სასამართლო მოდი არ ქვია მე დავაფინანსებ და დამიჯახო პროკურატურაში და პროკურატურაში მე მივცემ შენებაში რა შეუშლით ხელს გაცო კარგი კარგია უყურე ათმინდა გრიგორი აი რემა თემა დაიწყე კარგი ძალიან კარგია მე პირობითად აღედავე დებატებში თუ მე ინგა გრიგორია როცა შევარდნადეს ტელევიზია იყო შევარდნადეს პირველ არხზე აი მეორე ნაწილში მეორე ნაწილში იმედზე ეხლა არის აი ასე იგი ბატონო ზაზა მეორე ნაწილში თქვენთან უნდა ვიკამათო ის ტელევიზიები რომელიც ჩვენ ოპოზიციურ გონია სინამდვილეში ვისია აი მე ერთ რამეს გეტყვით ახლა თქვენ და ეხლა არ გამწიფასობთ მე არა ერთ რამეს გეტყვით 80% ქუჩაში ვინც დგას ძალიან საინტერესო პიროვნებაა ეს ხალხი ტელევიზიებში არ გამოყავთ ტელევიზიებში გამოყავთ პარტიული ლიდერები აი იმ 80%-ს აყენებენ შეურაცხყოფას და ხალხს აძულებენ იმ 80%-ს რომელიც იქ დგას ერთადერთი თქვენ ვინც ილაპარაკეთ წუხელ უყურებდი მე გარკვეული ფორმით ნახე რომ ეს ჩვენ დიდი ხანი ამას ვსაუბრობთ ეთყობა ინგა გრიგოლიამდე მივიდეს საუბარი და გუშინ ყავდა მოწვეული ის ხალხი რომლებიც იქ არა აი მათ ილაპარაკენ ძალიან კარგად მათ ილაპარაკენ ამ პოლიტიკოსებითო რომლებიც ამას განანო როგორ შეიძლება წინ წავიდეთო პირველად მოვისმინე პოზიტიური რაღაც ამიტომ ჩვენ ამ ტელევიზიებსაც შევცვლით მე გეუბნები თქვენ აგერ ეხლა რო არ მეორე ნაწილზე მივდივართ მაგრამ ბატონ გიას მივცეთ და მე მეორე ნაწილში ცოტა მე გავაგრძელებდი იმას ბატონო თემურ რომ ჩვენი ტელევიზია ქართული TV მუშაობს ამ ხრივ ყურებადი ნამდვილად არის თემატურად შინაარსობრივად იმიტომ რომ მრავალ მნიშვნელოვანია მე გადაცემა მაქვს ბატონ ნოთარს ვაჟა ოთარაშვილის გადაცემა აქვს თქვენ ყველას მე დიდი ხანია ჩემ თემებს ვაჟღერებ სამეცნიერო თემებს პოპულარულ ენაზე სამეცნიეროებს უბრალოდ ამ ტელევიზიაში სჭირდება ერთადერთი ფინანსური მხარდაჭერა რომ გამდგიცდეს და შესაბამისად მივიტანოთ იმ სისტემურად იმ ხალხისთვის მოსასმენად საზოგადოებამ უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, თავისი მეცნიერების სიმაღლე უნდა იცოდეს, თუ მეცნიერება არ იქნება სახელმწიფოში, სახელმწიფო ვერ იქნება მტკიცე. აბა წარმოვიდგინოთ ევროპული ქვეყნები, ან თუდაც ჩინეთი მეცნიერების გარეშე თუ იქნებოდა, ახლა რამდენხელა ფულს ხარჯავს მაგალითად ინდოეთში არის უძველესი წარწერები ნაპოვნი ხარაბას კულტურისა, ყოველ დღე Facebook-ზე მიგზავნია, ახლანდელი ამბავი კი არა, მე დიდხანია ვიცი. მაგრამ ახლა იმიტომ მიგზავნია რომ $1,000,000 არისო ამის ამოკითხვისთვისო ჩემო ბატონებო $1,000,000 ხარაბის კულტურიდან რომ არ ამოვიღო აგერ ქართული კულტურის 4000 წლის ისტორია მაქვს აკითხული და გადაიხადეთ მაშინ ამაში ფული და კიდევ მეც გავაკეთებთ მაგრამ მე ვიცი ეს დიდი ხანია 30 წელი ამაში მუშაობ 5 ძველი დამწერლობებია რომელიც კაცობრიობამ ვერ წაიკითხა და დაიწყო ეს ეგვიპტური პირველი შუმერული იყო მერე კრეტის ცივილიზაციის ანუ ჩვენ წავიკითხეთ ჩემი ის არის ხარაბას კულტურა არის და კიდე არის ელამის კულტურა ელამის კულტურასთან დაკავშირებით ნიკომარი და მთელი რუსი მეცნიერები ამბობდნენ ქართულად უნდა იქნოს ამოკითხული რომელში ხარდაჭერა გვაქვს რეალური ინდოეთში უნდა წავიდე მე ინდოეთის სიმას რაკია პაკისტანს თხოვო $1,000,000 რომ ხარაბას კულტურის ის წავიკითხო აი ეს მიდგომები არასწორია და ვთხოვთ რომ მეცნიერებას თავისი ადგილი მივცეთ ჩვენ საქართველოში 60 მეცნიერი გვჭირდება რომელსაც გადავხდით მაღალი ხელფას
და მას შეუკვეთავს სახელმწიფო რა ჭირდება ზუსტად უნდა დადოს. თუ ვერ გააკეთებს, უნდა გაუშვა. მე ახლა ყველა მოქმედი მეცნიერი ვერ იქნება. კი, ხარის დისერტაციას იცავს ხალხი და იყოს, მაგრამ მოქმედზე გულისხმობთ, რომ პროდუქტი უნდა შექმნას მეცნიერული, რომელიც ამ ქვეყანას გაძლიერებს და განამტკიცებს. ხო, ჩვენ კავშირი უნდა გქონდეს ევროპასთან, ამერიკასთან, ახლა ახალი ტექნოლოგიებზეა საუბარი ევროპაში და ამერიკაში. თუნდაც ხელოვნურ ინტელექტზეა საუბარი, ხო? ხელოვნური ინტელექტი უფრო კარგად წერს ქართულად, ვიდრე ჩვენ ახლა. სკოლის მოსწავლეები ვერ დაწერენ ქართულად, მე მაგათად აი რამდენჯერმე ჩავატარეთ და მე დავწერე ტექსტის შეცდომით ქართულად და გაასწორა იმან კარგი ქართულით დაწერა. და იმდენად მოვიხიბლე იმის გამო კი არა რომ ის მისწორებს, არამედ შესაძლებელია უფრო გამტკიცდეთ, გაძლიერდეთ თუ იმ ხალხს ჩვენი ენა არ ესმის, ამის საშუალებით მათ შეუძლია ჩვენი ენა გაიგონ კომუნიკაციისთვის და უსურებს საქართველოს ამაღლებას, გაძლიერებას, გამტკიცებას ასეთი კეთილშობილი ხალხის და ყველა იმ ძირითადად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის შეკრებას, რომელსაც ქართველების დიდ აღორძინებას ჩაუყრის საფუძველს. დიდი მადლობა და ეხლა ჩვენ 2-3 წუთიანი წვეთა იქნება, მე ქაბატონ ლუარას ვთხოვოთ რომ გააგრძელოს ეს და დავრჩეთ ყველანი, უბრალოდ უსურვოთ წარმატებები, ძალიან კარგი შეხვედრა აქვს მოსახლეობასთან, სწორედ ბატონ გია კვაშილავას, როგორი ვიამაყოთ რომ ყავს ასეთი მეცნიერი, მადლობა მას და ვიამაყოთ იმით რომ არის აი ასეთი აკადემია, თუნდაც აი ამ სათვისტომოს ამოცანა იქნება რომ თელ მსოფლიოს მოდოს რომ აი როგორი აკადემია გვაქვს ჩვენ და აი რა წასული აქვს მას რეალურად ეს აკადემია იყოს სასწავლო აკადემია სწორია რა და ჩვენ თუ ვამბობთ რომ სორბონაა პირველი უნივერსიტეტი რომ გავყვებით ამას აღმოჩნდება რომ ფაზისის აკადემია იყო საწყის და საწყისის საუნივერსიტეტო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებს და კონფერენციებს ატარებს. პლატონის აკადემია იყო, არისტოტელის ლიცეუმი და მესამე იყო ფაზისის აკადემია. ძველ დროში. თხოვთ ეხლა რომ წვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ 2-3 წუთიანი და მე გავაგრძელოთ.